გამარჯობა, ეს არის ერეინ და თქვენ უყურებთ ანიმეპედიას. ჩვენი დღევანდელი თემა იამი სუკეჰირო შავი კლოვერიდან. წავიდა. ეს პერსონაჟი არის კლოვერის სამეფო ჯადოქართა ჯგუფის შავი ხარების ლიდერი. ის წარმოადგენს საკამათო დაკონტროლ და ძლიერ პიროვნებას შავი თვალებითა და თმებით. ეს ყველაფერი ასახავს მის მაგიას, რომელიც ასევე შავია. საკუთარი მაგიის გამოსაყენებლად მას აქვს ხმალი, რათა უკეთესად მიმართოს ის. ასევე მაგიის საშუალებით ის ზრდის საკუთარ ფიზიკურ ძალებს, რომლებიც ისედაც საკმაოდ მაღალია. მის მაგიას შეუძლია ჩაყლაპოს სინათლის მაგია და აქციოს ბნელ, ანუ შავ მაგიად. იამი სინამდვილეში არ არის კლოვერის მკვიდრი მოსახლე. ის არის სინათლის სამეფოდან, მეთევზე და ოჯახის წევრი. ასაკში გადაწყვეტა სათევზაო წასულიყო, მაგრამ არ გაუმართლა. მისი ხომალდი დაინგრა, თვითონ კი კლოვერის სანაპიროზე გამოირიღა. იმის გამო, რომ ის სხვა სამეფოდან იყო, თავდაპირველად ბევრი პრობლემა შეემთხვა, მაგრამ როგორც კი გაამკლავდა ამ პრობლემებს, ანუ ცემა პირები, რომლებიც ამ პრობლემას წარმოადგენდნენ, ის შემჩნეული იქნა ჯადოქართა მომავალი ხელმწიფის მიერ და დაენიშნა შავი ხარების ლიდერად. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იამის აქვს სადიზმის ნიშნები, მას უყვარს ყველა პრობლემის მუშტით მოგვარება და საკუთარი ხელქვეითების წვალება. ის განზრახულშებს ჯგუფის წევრებს რთული მისიაზე, რადგან თვლის, რომ ასე უფრო მარტივად შეძლებენ ისინი განვითარებას. მას ასევე არ უყვარს ხალხის ფენებად დაყოფა. მისთვის სულ ერთი ადამიანი ძველად მონა იყო თუ ხელმწიფე. თუ ის მის თვალში ღირსეულად გამოჩნდება და მასში დაინახავს რაღაც კარგს, აუცილებლად წაიყვანს თავის ჯგუფში. აი ასეთი პერსონაჟია ჩვენი იამი. სულ ეს იყო ყველას მოვალ შეხვედრამდე, ნახვამდის.